ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა ეთერში კვირის მე-7 დღეს გადის. 7 ისევე როგორც 9-13 საკრალულ ციფრად იქნება. სისარტყე და 7 ფერია, არსებობს დედამიწის 7 საოცრება. ადამიანთა ინტერესებს ამერიკული ფილმის შესანიშნავი 7-ეულის გმირები იცავენ. ხოლო საქართველოში სანადიროდ 6 ძმანი კი არა, 7 ძმანი გურჯანელი წასულიყვნენ. მათ ჯომარდობაზე კი მრავალხმიანი სიმღერით გვამცნოს ანსამბლი 7 კაცა. ამიტომ მართალი არ ვიქნებით დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკური სპექტრის წარმოჩენისას გვერდია უაროთ მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა დიდი 7-ეულის შეხვედრას. ამ სახელმწიფოთა შეხვედრები ყოველთვის საზოგადოებრივობის ყურადღების ცენტრშია. რამდენადაც ისინი განაგებენ და განსაზღვრავენ დღეს დანარჩენი მსოფლიოს ბედს. და როგორც ამ შეხვედრისას გამოიკვეთა, 7-იანი შეიძლება რვიანად გადასწორდეს და ზემოთ ნახსენები საკრალური სტრუქტურა შეიცვალოს. საქმე იმაშია, რომ დიდი 7-ეულის დიდ პრეზიდენტთა გვერდით საკმაოდ ომახიანად და გაბედულად თავამად წარსდგა პატარა რუსეთის პატარა პრეზიდენტი ბორის ელცინი. ჟურნალისტებთან შეხვედრისას პრესკონფერენციაზე, რომელსაც ბილ კლინტონი და ბორის ელცინი უძღვებოდნენ, პატარა ბორისმა უშუალოდ ხმამაღლა ამ სიტყვის აკუსტიკური გაგებით განაცხადა: დროა დაივიწყოთ წითელი ფერი. 3 წელია მე უკვე სხვა ფერის კოსტუმი მაწვია და დროა ჩვენი ფერის ცვალება აღიაროთ. მე ვერაფერს გეტყვით, როგორ აღიქვეს ელცინის ეს განცხადება ჟურნალისტებმა, ბილ კლინტონმა და დარბაზში მყოფმა პოლიტიკოსებმა. ერთი რამ ცხადია, რომ რუსეთის როგორც დიდი 7-ეულის პირდაპირ დამატების პრეზენტაცია შედგა. დაერქმება თუ არა ამ პოლიტიკურ ალიანსს დიდი რვეული მომავლის საქმეა, მაგრამ რუსეთს რომ ანგარიშს უწევს დღეს მთელი მსოფლიო, ელიტარულ სახელმწიფოთა მთელი პოლიტიკური სპექტრი ეს რეალობა. რატომ? მე მინდა ზუსტად 1 საუკუნის წინ ილია ჭავჭავაძის გაზეთ ივერიაში დაბეჭდილი ერთი პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ. ჩინეთი. ფრიად საინტერესო ცნობებს იძლევა რუსული გაზეთი ნოვი კრაი. ჩინელების ეხლამდელ განწყობილებაზე, თავის მეზობელი რუსეთის იმპერიის მიმართ. გაზეთი წერს, რუსეთის მომხმარე და თანამგზნობი ძალიან იშვიათი მოვლენაა ჩინელებს შორის. ჩინელები პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთისათვის ხელსაყრელი არ არის ჩინეთის განვითარება, რადგან ასეთ შემთხვევაში იძულებული გახდება დიდი სამხედრო ძალა იყოლიოსო საზღვარზე. და თუ რუსეთი ახლა ჩინეთის ხელშეუხებლობაზე ლაპარაკობს, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი თვითონ იგდოს ხელში და სხვას არა არ გუნოს რა. ეს 100 წლის წინ. დღეს კი სოფლიოს ერთ-ერთი პირველი ველიჩნის ზესახელმწიფო რუსეთი, ზესახელმწიფო არა ეკონომიკით, ცხოვრების დონითა და ცივილიზაციით, არამედ სწორედ იარაღის ძლიერებით, იმ დამნაშავეს გავს, რომელსაც პოლიციელებით გარშემორტყმულს ხელში ლიმონკა უჭირავს და იმუქრება. თუ აქედან არ გამიშვებთ, თანაც მანქანით და ძევალსაც არ გამაყოლებთ, ამ ლიმონკას გავხსნი, მეც დავიყურები და თქვენცო. პოლიციელებსაც მეტი რა გზა აქვთ, მოთხოვნები უნდა შეუსრულო, რომ უპირველესად თვითონ გადარჩნენ. ასე მოდის რუსეთში უცხოური ვალუტა, კრედიტები და რუსეთი მარად რჩება სოფლიოს ნომერ 1 პრობლემად, რომელსაც ყველა დიდი და პატარა სახელმწიფო უწევს ანგარიშს. თუმცა დედამიწის ზურგზე არის ერთი პატარა ქვეყანა, რომლის პოლიტიკურ ძალთა ერთ ნაწილს ჯერა რომ მათი სამშობლო, ღვთის წილხვედრი, ღმერთის საბინაო წიგნშიც ჩაწერილი ქვეყანა და რომ მოიწარინოს კიდევაც ბოდიში და თვითფრინავსაც ვერ აუფრენს. დიდი რუსეთი პრესნიაკოვის სიმღერებსა და მომხიბლავ სტიუარდესებს და რაც მთავარია რუსულ მანეთებს რომ გამოვიგზავნის, რა თქმა უნდა მიმზიდველი და მისაღებია პატარა ქვეყნისათვის, რომელიც თავად არის დღეს სოფლიოს მერვე საოცრება. საქართველო, რომელსაც არ გააჩნია დღეს არაფერი საკუთარი, გარდა სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკისა, მართლაც დააოცებს სოფლიოს. დღიდან მსოფლიო ვალუტის დაბადებისა, სახელმწიფოებს, ორგანიზაციებს, ადამიანებს შორის ფულადი ურთიერთობის ჩამოყალიბებისა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის ადამიანები, შრომითი კოლექტივები და საერთოდ მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები ფაქტიურად უხელფასოდ ცხოვრობენ შრომის ანაზღაურების გარეშე. ალბათ დადგება დრო, როდესაც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, ეკონომისტები, ფინანსისტები თავიანთ ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში გულმოდგინეს შეისწავლიან ქართულ კუპონს, მსოფლიოს ამ უნიკალურ საოცრებას, ფულს,
რომელზეც არც არაფერი იყიდება, არც არავის ენანება და არც არავის სჭირდება. და ამის მიუხედავად, შრომას მიჩვეული და შრომას მოწყობილებული ადამიანები ყოველ დილით კვლავ მიდიან სამსახურში. ესალმებიან ერთმანეთს, ესწრებიან თათბირებს, უჩუმრად, უხმაუროდ აკეთებენ თავიანთ საქმეს და ასევე უჩუმრად და უხმაუროდ ბრუნდებიან უკან ხვალინდელი დღის მოლოდინში. საქართველო ერთადერთი ქვეყანა ამ მსოფლიოში, რომელიც არც არაფერს აწარმოებს, არავითარ დოვლათს არ ქმნის, არაფერს ყიდის და მაინც ყავს მრეწველობის მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, ვაჭრობის მინისტრი. ასეთ შემთხვევაში უპრიანი ხომ არ იქნებოდა კიდევ შეგვექმნა რამდენიმე სამინისტრო და როგორც ნახატ ფილმშია ჩვენც ყოლოდა ოცნებებისა და სიზმრების მინისტრი. რამე თუ ჩვენი ადამიანების უმრავლესობა კეთილი სიზმრებისა და ოცნებებით ცხოვრობს. მაგრამ ასეთი სამინისტრო შექმნა ამ ზაფხულს მაინც არ მოხერხდება. რადგან ჩვენი პარლამენტი, ჩვენი საოცარი პარლამენტი, რომლის პოლიტიკურ სპექტაკლებს მსოფლიოს წამყვანი სატელევიზიო არხების უამრავი საეთერო დრო ეთმობა, საზაფხულო შეგუდებაშია და ახალი სეზონის გახსნას შემოდგომისათვის გვირდება. თუმცა პარლამენტარების შემოდგომას აღარ დალოდებიან და მოქმედების ასპარეზი ქუჩაშია გამოტანილი. როგორც საინფორმაციო წყაროები გვამცნობენ, საქართველოს დედაქალაქი კვლავ ემგვანება 88-99 წლების თბილისს, როდესაც ხალხი მიტინგებით ცხოვრობდა და სუნთქავდა, თუმცა მაშინ საბედნიეროდ ჯერ კიდევ ჰქონდა სასმელ-საჭმელი. კვლავ გაისმა მოწოდებები ქართული ენის ნორმების დაცვის თაობაზე, მათ შორის ტელევიზიის მისამართით და სატელევიზიო გადაცემების მონიტორისა და ტაიმ-აუტის გვერდით, ჩვენი ახალი გადაცემაც ტელერაუნდით შეიძლება მოხვედრილიყო, მაგრამ ეთყობა იმან გადაგვარჩინა, რომ მაშინ უბრალოდ ჩვენი გადაცემა არ არსებობდა. მაგრამ ჟურნალისტებს მაინც ხვდებათ, როგორც ჩანს, იმავე მიტინგებზე რეზინის ჯოხებიან პოლიციელებს ჟურნალისტები მომიტინგეებში არევიათ და რბილად გამასპინძლდებიან. ჩვენ და პოლიციელები როგორმე მოვრიგდები, მაგრამ როგორ გადაწყდება პოზიციისა და ოპოზიციის, უმრავლესობისა და უმცირესობის, დიდებისა და პატარების, ქალებისა და კაცების ურთიერთობები ღმერთმა ლუძღვის. დღეს საქართველოში 88-99 წლებისაგან განსხვავებით რთული პოლიტიკური სპექტრია შექმნილი. თუ მაშინ ეროვნულ ძალთა ოპოზიცია და არსებული პოლიტიკური სისტემა უპირისპირდებოდა ერთმანეთს, დღეს საქმე გვაქვს პოლიტიკურ სამკუთხედთან. რადიკალურ ოპოზიციას არ მოსწონს ხელისუფლება. ნეიტრალური ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და ყველაფერში არ ეთანხმება რადიკალურ ოპოზიციას, ხოლო ხელისუფლება თავისი გზით მიდის და სჯერა საკუთარი ძალების. და ღმერთმა უკნას, რომ ეს პოლიტიკური სამკუთხედი ბერმუდის სამკუთხედად გადაიქცეს. ჩვენი ყოველი დღე კი ალიონით იწყება. ჩვენი თბილისელი კოლეგები ხალისიანი ოპტიმისტური განწყობილებით იწყებენ ქვეყნის ურთულესი და მღელვარე ცხოვრების პერიპეტიების გადმოცემას. ყოველ დილით ალიონიდან ვიგებთ, რომ სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო პოლიტიკური უწყებები ღებულობენ და ესაუბრებიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებს, დიპლომატებს, ბიზნესმენებს, კულტურის, სპორტის მოღვაწეებს. დიდება ხელშეკრულებები, არის დაპირებები, იმედები, არის აფხაზეთი და სამაჩაბლო, არის რაღაც საციკეთოს თუ უარესის გაურკვეველი მოლოდინი. და მაინც არის იმედი იმისა, რომ უნდა გადარჩეს საქართველო, ქართველი კაცი, ჩვენი ნორჩი თაობა, ქვეყნის მომავალი. ამას ისევ პატარები შეგვახსენებენ, შვილები, შვილიშვილები. ხოლო თუ რომელიმეს მაინც დაგავიწყდებათ ჩვენი ვალი მომავალი თაობის წინაშე, ამას ალიონის დამთავრებისთანავე გეტყვით ბასტი ბუბუს ტელევარსკვლავი პატარა ეკა. არ ამდგარ ხართ? ძინარები ყოფილ ხართ? არა ეკა. ქარელელ კაცს სიზარმაცეს ნამდვილად ვერავინ დასწამებს. თუ საქართველოს რომელიმე რაიონი შრომითა და შრომის მამაგარით გამოირჩეოდა, ეს ქარელის რაიონიც იყო. დღეს გესიამოვნება, როდესაც ბაღში, მინდორსა და ქუშაშიც კი დაინახავ თოხ მომარჯვებულ კაცს, საკუთარ მიწას რომ პატრონობს, ამუშავებს, თავისთვისაც ქმნის დოლას და ნაწილს სხვისთვისაც გაიმეტებს. იქვე უპატრონოდ მიგდებულ ნაკვეთებსაც შენიშნავთ. ვიღაც მფლობელის გვარი და სახელი რომ აწერია მხოლოდ. დიახ, ქარელი კონტრასტებისა და პატარა საოცრებების რაიონია, უფრო დიდ საოცრებათა ქვეყანაში. კუთხე, რომელიც ყინწვისის, ბატეთის, შოთასწყაროს მფლობელია,
და ერთი წესიერი ქუჩაც არ აქვს, რომ სტუმარი გაასერინო. სადაც ზოგჯერ ვერ გაიგებ, ვინ უყვართ და ვინ სძულთ, რა ახარებთ და რას ტკივათ, რას აფასებენ და რას არა. სადაც ერთი საწარმოც არ მუშაობს და საზღვარგარეთის ყველა ნაწარმი მაღაზიებში გამოფენილი, სნიკერსიდან ამარიტომდე. ვერ გაარჩევ, ვინ მყიდველია და ვინ გამყიდველი და სადაც ცხოვრობს ჩვენი საყვარელი ხალხი, რომელსაც ძალიან უყვარს ტელევიზორის ცხერა და მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციას შეყურებს იმედის თვალით. იქნებ ახალი მსოფლიო ჩემპიონატი დანიშნონ ფეხბურთში, რაც შეიძლება მალე რომ შუქი ჰქონდეთ საღამოს საათებში. დაიბადება მრავალი შეკითხვა, რომელიც პასუხის გაცემას ითხოვს. ვინ გაათავისუფლეს და ვინ დანიშნეს? რატომ ითიშება ხშირად ელექტროენერგია, როცა მეზობელ რაიონებში ამთია ელექტრონი? ან თუ არსებობს განრიგი ჩვენთვის რატომ არ არის წინ? რატომ არ ნაწილდება რაიონის მოსახლეობაზე შაქარი? რა უფრო უკეთესია, გქონდეს გაზი და არ გქონდეს ტყეები, ხეები, რაიონის ეს უნიკალური სიმდიდრე და მრავალი სხვა. ყველა გზა, როგორც იტყვიან, რომში მიდის. თუმცა იტალიის ნაკრებს გაუჭირდება დღეს რომში ჩასვლა. ჩვენი შეკითხვების გზა კი ადგილობრივი ხელისუფლებაა, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუდგა მუშაობას და ჩვენც მის თავკაც ბატონ თემურ გოჩაშვილს მივმართეთ რამდენიმე შეკითხვით. თემურაზ გოჩაშვილი დაიბადა 1951 წელს ქალაქ ქარელში. დაამთავრა ქუთაისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. მუშაობდა ქარელის ელექტრომექანიკურ ტექნიკუმში ლაბორატორიის გამგედ. თბილისის ლუდის ქარხნის ტექნოლოგად, ქარელის საკონსერვო ქარხნის დირექტორად. დღეს ქარელის რაიონული გამგეობის თავმჯდომარეა. ბატონო თემურ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ქარელის ტელევიზიაში. ბუნებრივია, ქარელის მაყურებელს აინტერესებს თქვენთან შეხვედრა ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა რაიონში. სულ რამდენიმე შეკითხვა გვინდა თქვენთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს შეკითხვები ძირითადად მაინც ეხება იმ შეკითხვათა რიგს, რომელიც ჩვენს მაყურებელს აინტერესებს და ამით ჩვენი საუბარი გვინდა მივაწოდოთ მაყურებელს. აი პირველი შეკითხვა ასეთი გვაქვს. რა პრინციპით ინიშნება ჩვენს რაიონში კადრები და საერთოდ როგორ ახორციელებთ საკადრო პოლიტიკას? სანამ დასმულ კითხვაზე გიპასუხებდეთ, მინდა ვისარგებლო მომენტი და მივესალმო ჩვენი რაიონის მოსახლეობას. უსურვო ამძნელობების ჟამს გამძლეობა მონიერება და ამ საშინელი დროის ვაჟკაცურად გადატანა. და მინდა ჩაუნერგო მომავლის დიდი რწმენა და იმედები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მინდა მოგახსენოთ, რომ გამგებელს ყავს თავისი მოადგილეები. ამჟამად ჩვენ ყავს 3 მოადგილე, რომლებსაც განაწილებული აქვს თავისი ფუნქციები დარგების მიხედვით. კადრების შერჩევა ხდება შეთანხმებით გამგებლებასთან ერთად. ჩვენი ინტერესია ხელმუშაკება ჩვენი ახალგაზრდა კადრები, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებას აუბავენ ფერხულს და გამორიცხავენ ძველ სტერეოტიპულ ხელმძღვანელებს. მე სტერეოტიპებში გულისხმობ ხელმძღვანელებს, რომლებმაც საბაზრო ეკონომიკა ვერ გაიგეს და ისევ ძველმოძღვრად შრომობენ და მუშაობენ. ესე იგი, ისინი დამოკიდებული იყვნენ ცენტრალიზებულ მომარაგებაზე, რაც დღეისათვის ყოველად დაუშვებელია. ახალგაზრდა კადრებში ვხედავთ ჩვენ უფრო მეტ შემართებას, მონდომებას და დღეისათვის შემდგომის გვეუბნება, რომ ყველა რაიონმა თავისთავად თვითონ არჩინოს და მგონია აი ამ მდგომარეობით ახალგაზრდა კადრებს უფრო შეუძლიათ გაცვლების სახით, თანამედროვე მუშაობის სახით წარმართონ დღევანდელი აჭირებუჟას მუშაობა. ბატონო თემურ, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და რომლებმაც გადაინაცვლეს, ასე ვთქვათ, სხვა ასპარეზზე, უბრალოდ გათავისუფლდნენ სამსახურიდან, მე მათ შესახებ მინდა გითხრათ, აინტერესებთ ბედი, თავიანთი მომავალი. ეს ხალხი თქვა დარჩება ისე ყოველგვარი სამსახურის გარეშე თუ როგორ გეკადრებათ? არც მე და არც გამგეობის წევრები ჩვენ უცხონი არა ვართ. ჩვენ ამ რაიონის შვილები ვართ და ყოველთვის ვფიქრობ, ის პირები, რომლებიც განთავისუფლდნენ ან გადაადგილდნენ და ზოგიერთი კიდევ დღესდღეობით უმუშავარია და დასასაქმებელია, ჩვენ მათ აუცილებლად დავასახლებთ. რა თქმა უნდა, დავასახლებთ მათი შესაფერისი თანამდებობის მიხედვით. მე ახლა მინდა გკითხოთ
ჩვენთვის საარსებო სასიცოცხლო დარგის, სოფლის მეურნეობის და რა თქმა უნდა მრეწველობის შესახებ. ნუ ბუნებრივია ჩვენი ზღვა ინტერესებს აი დღევანდელ პირობებში, აი საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როგორ განვითარდება ჩვენი სახალხო მეურნეობა. რა უმთავრესი დარგებია, რა პრიორიტეტული დარგია, რომელსაც უნდა ყურადღება მიაქციოს საერთოდ არა მარტო გამგეობამ, არამედ ადგილობრივ ხელმძღვანელობამ. აი თქვენ როგორც გამოცდილი მუშაკი, რომელიც მრეწველობაში მუშაობდით წლების განმავლობაში, სპეციალისტი, აი როგორ ფიქრობთ, რა გზით წავა ჩვენი სახალხო მეურნეობა, ჩვენი ეკონომიკა? გულსადგენია უნდა მოგახსენოთ, რომ რაიონში სადაც არსებობს სამი საკონსერვო ქარხანა, ერთი შაქრის კომბინატი დღეისათვის გაჭირებულია. მოგეხსენებათ, რომ ეს ქარხნები თავის დროზე აშენდა, იმიტომ რომ ქარელის რაიონი იყო მეხილეობის რაიონი. დღეისათვის ჩემის აზრით არასწორმა პრივატიზაციამ, საწვავსაცხები მასალების უქონლობამ, ხალხ-ქიმიკატების უქონლობამ გამოიწვია აი ამ ნარგავების და ბაღების განადგურება. დღეისათვის უკვე რაიონს აღარ აქვს საშუალება აწარმოოს იმდენი ხილი, რასაც აწარმოებდა წინა წლებში და დატვირთოს ეს ქარხნები. ამისათვის მიმაჩნია და მიგვაჩნია დღეისათვის ჩვენს გამგეობას, რომ უნდა შევცვალოთ ჩვენი სტილი ამ სფეროში და დავიწყოთ მიმართულება ბოსტნეულის მიხედვით. უნდა ვაწარმოოთ ბოსტნეული და ვაწარმოოთ ბოსტნეულის კონსერვები. კერძოდ ჩვენ მოვედით ცოტა გვიან 2 თვის წინათ სოფლის მეურნეობის სტატფირზე შევკრიბეთ მეურნეობის დირექტორები და დავსახეთ ღონისძიება, რომ რაიონში დაგვერგო პამედურის ნერგი. ვინაიდან იმ პერიოდში ეს იყო მხოლოდ საშუალება. და ამ პამედურის ნერგის საშუალებით, ისე პამედურის საშუალებით გამოგუშვა ტომატ პასტა და შემდგომ ეს მოგეხსენება ძალიან ისეთი პროდუქტი, რომელიც სარგებლობს დიდი მოთხოვნილებით, გაგვეტანა საგარეო ბაზარზე. მე გულისხმობ რუსეთის ბაზარს, საიდანაც შეგვიძლია შემოგვეტანა რუსული ვალუტა, იგივე მანეთი. აი ამ რუსული ვალუტის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია შევიძინოთ ხალხ-ქიმიკატები, მეურნეობებმა, საწვავსაცხები მასალები და შემდგომში განვავითაროთ ჩვენი მეურნეობის დარგები. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად ჩვენ ვიფიქრეთ მოსახლეობაზეც. დღევანდელ დღეს კუპონმა, რა თქმა უნდა, ყველა მიცის რომ დაკარგა თავისი ფასი. ვიფიქრეთ მოსახლეობაზე და გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობასთან ერთად შეთანხმებით უნდა დაიდოს ხელშეკრულება ქარხანასა და გლეხობას შორის, გლეხობამ ჩააბაროს ბოსტნეული და შემდგომ ერთობლივი პროდუქციით მათ მიიღონ ორივე მოგება. ესე იგი ჩვენ გვინდა გლეხი და ქარხნის წარმომადგენლები გავხადოთ მეწილები. წინააღმდეგ შემთხვევაში ესე მგონია პროდუქციას, ესე იგი ნედლეულს გლეხი არ ჩააბარებს. ვინაიდან კუპონი გაუფასურებულია. რაიონის ახალ ჩამოყალიბებულ გამგეობას მრავალი პრობლემა დახვდა გადასაჭრელი. პრობლემათა ამ რიგში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მიწას, ადამიანის მარჩენელს. ცნობილია, რომ მოსახლეობის ნაწილს არ ჰქონდა მიწა იმ რაოდენობით, რაც მატერიალურად ნაწილობრივ მაინც უზრუნველყოფდა ოჯახის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. ეს ეხებოდა არა მხოლოდ მიწასთან უშუალო დაკავშირებულ ფენას, მუშას, გლეხს, არამედ ინტელიგენციასაც, რომელსაც უკანასკნელ ხანს შექმნილი ეკონომიკური პირობების გამო განსაკუთრებით გაუჭირდა ცხოვრება. ხელისუფლებამ გაითვალისწინა რა ყოველივე ეს, დაიწყო მიწების პრივატიზაცია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების კერძო მფლობელობაში გადაცემა. რაიონის მოსახლეობის უმრავლესობა მიიღო მიწა. დამუშავდა ის ნაკვეთებიც, რომელიც თითქმის უკვე გაყამირებული იყო. ერთი სიტყვით მიწას გაუშვდა პატრონი. თუმცა ამ საქმეში გაჩნდა პრობლემები, კერძოდ მფლობელებს არ აქვთ ტექნიკა, საწვავი და სხვა. გამოიკვეთა ისიც, რომ მიწისგან გამოთავისუფლებულმა მეურნეობებმა რაციონალურად ვერ გადაწყვიტეს მათ მფლობელობაში დარჩენილი მიწის ათვისებისა და გამოყენების საკითხი. მიუხედავად პრივატიზაციის შემდეგ, გარკვეულმა ნაწილმა მიიღო ფართობები დაამუშავეს კიდევაც გესიამოვნება სხვათა შორის, რომ ნახავთ მინდორში ხალხი მუშაობს, მაგრამ ბევრი ფართობები დაუმუშავებელი დარჩა. აი ზოგს შეიძლება არც კი აქვს იმის საშუალება, რომ იმუშაოს. აი როგორ ფიქრობთ თქვენ? აი ამ მიწების გამოყენება როგორ მოხდება მომავალში? ბატონო ვასო, წელს დასამუშავებელი დარჩა 1700 ჰექტარი მიწა. ეს რა თქმა უნდა პატარა ფართი არ არის. ჩვენ ვაპირებთ აღნიშნული ფართობები თუ შემოსაშემოდგო ხნა ვერ ჩაატარეს მეურნეობა, გადავცეთ წარმოება დაწესებულებებს მოთხოვნილებისამებრ. შემოდის განცხადებები და გვაქვს ერთი აზრი, დაურიგოთ მუშა-მოსამსახურეებს ფართობები, ეს იქნება 50 ჰექტარი, 100 ჰექტარი, რასაც შეძლებთ ერთი სიტყვით
დავეხმაროთ ტექნიკით, რომელიც ნამდვილად მეურნეობებს აქვს დაუდგათ და შეუწყოთ ხელი მის დამუშავებაში. რა თქმა უნდა, პირველად გადავწყვეტ 1 ან 2 წლით და შემდგომ კიდევ თუ საშუალება ექნება, გააგრძელებენ მუშაობას. ეს მოგცემს შედეგს იმისას, რომ საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა წელვანდელ წელს სადღაც მოსალოდნელი არის 12 ცენტნერი. და თუ ჩვენ მაგალითად მოსახლეობა დაგვეთანხმება თანამშრომლები, რომ მათ საშუალო ცენტრებზე, ესე იგი გექტარზე მოგცენ 5-დან 8 ცენტნერამდე, ამის მოთხოვნილები ბევრია. რა თქმა უნდა, რაიონს აწყობს, სადღაც 1700 გექტარზე გადავამრავლოთ 8-ზე, გამოვა დიდი ციფრი და ხელშეუწყობს რაიონში, ესე იგი, პროდუქციის შექმნას ხორბლის სახით. ჩვენ ამაზე აუცილებლად უნდა წავიდეთ და აუცილებლად არ დავტოვებთ არც ერთ გოჯმიტას დაუმუშავებას. ძალიან კარგია, ალბათ მოსახლეობა ახლა გვისმენს ჩვენ, გაითვალისწინებს ყოველივე ამას, ბევრმა ეს არ იცის, რომ ეს ღონისძიებები დაგეგმილი გაქვთ თქვენ. ასე თუ ისე ბუნებრივად ბატონო თემურ ჩვენ მივედით სოციალური საკითხების გადაწყვეტამდე. ყოველივე ეს გასაგებია ადამიანების ცხოვრებას, ყოველდღიურობას ემსახურება. იმ ყოველდღიურობას, რომელიც დღეს ასე აწუხებს ხალხს. მოგეხსენებათ. აი ყველაფერი მაინც იქამდე მიდის, რომ დღეს ბევრი რამე არ აქვს ხალხს. უჭირს თქვათ ფქვილი, საწვავი, ელექტროენერგია და სხვა 1000 პრობლემა არის ასეთი. აი მაინც როგორ ფიქრობთ, რომ აი ეს სოციალური საკითხები ძალიანად თუ გადაიჭრება შეუმსუბუქებლად მაინც მოსახლეობას? რა შეიძლება გაკეთდეს? სოციალური პრობლემების გადაჭრა ჩვენი გამგეობის პირველი საფიქრალია. მოგეხსენებათ, რომ როგორც მთლიანად რესპუბლიკაში, ასევე ქარელის რაიონშიც გაჭირებულია ხალხი. წარმოგიდგენთ, რადგანაც იმუშაოთ და შეხვიდე კაბინეტში და კაბინეტის წინ ხვდებოდა სათეულობით მშიერ მწყურვალი ხალხი. და წარმოუდგენელი მაქვს იმ ამახ ერს, როგორც არის ქართველი მოდის და გთხოვს საჭმელს, სასმელს. ამ პრობლემას ჩვენ გადავწყვეტ იმით, რომ ჯერჯერობით შემიძლია ხალხს უთხრა, თუ რამე არსებობს განაწილება ან ქველმოქმედების დახმარება, მერწმუნოს ხალხი, რომ არავის არაფერი დააყდება. ყველაფერი მივა ადრესატზე. რაც შეეხება მათ პრობლემების გადაჭრას, მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა ხელები დავიპაკავდეთ და მუშაობა. უნდა ამუშავდეს ქარაში სამრეწველო საწარმოები. უნდა იმუშაოს სოფელში, მეურნეობებში გლეხობა. ჩვენ ესე გვეუბნებიან, რაიონმა ყველამ თავის თავს უნდა მოუაროს. ამიტომაც გამოგოს ქარლის მოსახლეობა, თუ რამე საშუალება იქნება, არაფერი მათ არ დააყრდებათ და ყველაფერი უკლებლივ მივუათ მათ. მე არ მინდა ჩამოთვალო თუ აი ამ 2 თვის მანძილზე რა ქველმოქმედებები გავკეთებია და რას ვაპირებთ, იმიტომ რომ თავარი გააკეთო და მე გამოჩნდება შენიშვნა, ვიდრე შეპირდე და ვერ გააკეთო. ერთი სიტყვით მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, გაგებით მოეკიდოს აღნიშნულ მდგომარეობას. სტაბილიზაცია უკვე დაიწყო კრიმინალური თვალსაზრისით. ახლა მთავარია ჩავდგეთ შრომის ფერხულში და გარწმუნებთ, რომ ღმერთი არ დაგვარგავს. მე ჩვენი მაყურებლების სახელით, ჩვენი მოსახლეობის უკლებას ვაძლევ ჩემ თავს სახელით. მადლობა გვინდა გადაგიხადოთ საუბრისათვის. თქვენ პირველად მოგიხდათ შეხვედრა ჩვენს მაყურებელთან, ჩვენს მოსახლეობასთან და იმედი უნდა ვიქონიოთ და მათ აქვთ თქვენი იმედი, ახალი გამგეობის, მისი ახალი შემადგენლობის იმედი, რომ აი ყოველივე ის, რასაც დაპირდით, შესაძლებლობის ფარგლებში რა თქმა უნდა შესრულდება. დიდი მადლობა საუბრისათვის. არის კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც ჩვენთან ტელევიზიაში არ მოუტანიათ, მაგრამ მას ყოველ ნაბიჯზე, ქუჩაში, ოჯახში, წარმოებასა თუ დაწესებულებაში ვხვდებით. ხალხი კითხულობს, რა გვეშველება? და ვინაიდან ჩემი კომპეტენცია შეკითხვას საპასუხოდ არ ყოფნის, დახმარებისათვის უზენაეს მივმართე. და მე ვეკითხები, ღმერთო, რა გვეშველება? უზენაეს რა თქმა უნდა არ უპასუხია. პასუხი ამ შეკითხვაზე ერთ ქართულ ლეგენდაშია ჩადებული. კაცი წყალს მიქონდა და ღმერთს შეევედრა. ღმერთო, მიშველეო. ღმერთმა უპასუხა, ხელი გაანძრიე და ნაშველი იქნება. ძვირფასო მეგობრებო, ყოველი სატელევიზიო საინფორმაციო გადაცემა ჩვეულებრივ
კრიმინალური ქრონიკით მთავრდება. ჩვენ კი გადავწყვიტეთ კრიმინალური თემა შემოგთავაზოთ იუმორისტ ალღაზე. პოლიციელები, ნიანგი და ქურდები. ნიუ-იორკი. პოლიციელთა სპეციალური ქვეყანაყოფი პირველსავე საგანგაშო სიგნალზე შეიჭრა ნიუ-იორკის კუინსის რაიონის საბანკეტო დარბაზში ასტორიან მენორში და სასწრაფო დაპატიმრება მოახდინა. ამჯერად მართლმსაჯულების ხელში აღმოჩნდა უშუალო დამნაშავე, მეტრნახევრიანი ნიანგი ალიგატორი. გაზეთ ნიუ-იორკ პოსტი ამ ოპერაციის შესახებ რომ იუწყება, ხას უსვამს დაპატიმრებულის კეთილზნეობას. ალიგატორს არავისათვის არ მიუყენებია რაიმე ზიანი, მაგრამ აქაური ხელისუფალნი მეტად მკაცრად იცავენ კანონს, რომლითაც აკრძალული ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი ქალაქების ტერიტორიაზე ეგზოტიკური ცხოველების ყოლა. ეს რასაკვირველი არ ვრცელდება ზოოპარკებზე. და მაინც როცა პოლიციელები ბავშვების მეგობარს აპატიმრებდნენ, ყოველი შემთხვევისათვის რევოლვერები მომარჯვებული ჰქონდათ. მათ მშვიდად მხოლოდ მაშინ იგრძნეს თავი, როცა მოკანცული ნიანგი წებოიანი ლენტით შებოჭეს. ახლა მოსამართლე და ჯერია თუ რას უზაბენ საბანკეტო დარბაზის კბილბასრა ბინადარს. ხოლო ზამბიის ქალაქ ჩინგოლის პოლიციელებს ასე არასოდეს არ გამართლებიათ. მათ ბედმა გაუღიმათ და შეძლეს მრავალი ადგილობრივმა მაღაზიების ძარცვაში ეჭვმიტანილი ქურდი დაეკავებინათ დანაშაულის ადგილზევე და მას არც კი უფიქრია გაეწია წინააღმდეგობა ან გამოეთქვა პროტესტი დაპატიმრების გამო. სანდვე მუთალემ, რომელიც წინათ არაერთგზის ყოფილა დაპატიმრებული კერძო სახლებისა და მაღაზიების ძარცვისათვის, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გამოეცადა ქურდული იღბალი. ღამით მან დააპირა შეეღწია რადიოტექნიკის მაღაზიაში, ერთი გისოსი ფანჯარაზე მან წარმატებით მოხსნა სიგნალიზაციასთან ერთად. გადაჭრა კლიტეები და რამდენიმე წუთის შემდეგ უკან გამობრუნებას აპირებდა ნაკურდალთან ერთად. ახალთახალი იაპონური ტელევიზორის ყუთი მან ქუჩაში გადადგა და როცა ქურდი ფანჯრიდან გადაძრომას აპირებდა, ფანჯარაზე აწეული გისოსი მას თავში მოხვდა და გონება დააკარგვინა. ერთ-ერთი ადგილობრივი სასტუმროს მოსამსახურე ქალმა, რომელიც მორიგეობის დროს შინ ბრუნდებოდა, გონება დაკარგული ქურდი ქუჩაში იპოვა. მისი თავი მომწყვდეული იყო გისოსში, რომელსაც მან ასე ოსტატურად მოხსნა სიგნალიზაცია. მალე მაღაზიასთან მოვიდა სასწავლო დახმარების მანქანა და პოლიცია. წესრიგის მცველების სიამოვნებით იფშვნეტდნენ ხელებს. მათ პირდაპირ მწიფე ვაშლი ჩაუვარდათ ხელში. დამნაშავე, რომელიც პოლიციის უბანში მიყვანისას გონს მოეგო, პროტესტს არ აცხადებდა და ერთთავად გაიძახოდა. არაფერი არ მახსოვს, არაფერი არ მახსოვს. ხოლო ერთხელ ჩვენს ქალაქში თუ ამ იუმორისტული ჩანახატის ნახვისას ოდნავ მაინც გაგეღიმათ, მაშინ ჩავთვლით, რომ ჩვენს შემოქმედებით კოლექტივს ამაუდარ უშრომია, რომლის სახელითაც ღიმილიანი ბედნიერი დღის გათენებას გისურვებთ. ძვირფასო მეგობრებო.